არა მარტო ქალებისთვის, სამტრედიაში ბელნატურის სამედიცინო ესთეტიკის ცენტრის გახსნას სილამაზის მოყვარული საზოგადოება სამტრედიელი მამაკაცებისთვისაც დიდ მონაპოვრად მიიჩნევს. ჩვენ პატარა ქალაქში ძალიან სასიამოვნო ფაქტი არის დაფიქსირებული. გაიხსნა ყველა ქალბატონისათვის სასურველი, არა მარტო ქალბატონებისთვის, მამაკაცებისთვისაც ძალიან სასურველი სამედიცინო ესთეტიკური ცენტრი ბელნატური, რომელიც ცნობილია საქართველოში თავისი მაღალკვალიფიციური პერსონალით და ბიოლოგიურად სუფთა ნატურალური პროდუქციით. ეს არის მეშვიდე ფილიალი. საქართველოს მასშტაბით ეს უკვე მეშვიდე ფილიალია, რომელიც ჩვენს ქალაქში 28 ივლისს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ბელნატურის შესახებ ბევრი რამ არის ცნობილი. ესპანური ბრენდი მაღალკვალიფიციური პერსონალით მხოლოდ ბიოლოგიურად სუფთა ნატურალური პროდუქტით მუშაობს. კოსმეტოლოგიური კაბინეტია, სადაც მოხდება არა მხოლოდ სახის წმენდა, დატენიანება, არამედ იქნება გამახვილგაზრდობელი манипуляციები. არ შემოშინდება სიბერის. გოლი იქნება ბუდა მახარდა და როდესაც ნახავთ გაახვილგაზრდობელ სახის კანს. ბელნატურის სამედიცინო ესთეტიკის ცენტრის სამტრედიის ფილიალში ხდება სახის გაწმენდა, ეპილაცია ალექსანდრიტის ლაზერით, მეზოთერაპია, პლაზმოლიფტინგი, რომელსაც სპეციალისტების განმარტებით აქვს არაჩვეულებრივი ეფექტი. ანუ კანი დატენიანდება, იქნება მეზოთერაპიის манипуляციები, იქნება პლაზმოლიფტინგი, რომელიც არის იდეალური, საკუთარივე თუ ჩვენივე სისხლი იფილტრება და შრატის შეყვანა ხდება კანქვეშ, მოხდება ბიორევიტალიზაციის ინექციები ჩატარდება, რაც არის გამომკრივებელი, გამაახალგაზრდებელი, ნაოჭებს შებრძოლებით, ფრანგული პრეპარატებით, მოხდება სახის ცოტა ოვალის შეცვლა, წარბის აწევა, ტუჩის მოცულობის გაზა და ესე შემდეგ სურვილის სამეფო. რაც აუცილებელია ამის გარდა იქნება სახის სამკურნალო манипуляციები. ეს არის ლაზერული ეპილაციის ოთახი, ალექსანდრის ლაზერი, სპეციალისტია თვითონ მოგახსენებთ რაც ხდება. ეპილაციას ალექსანდრიტის ლაზერი. ალექსანდრიტის ლაზერი არის ოქროს სტანდარტი აღიარებული მსოფლიოში. ეს არის სოლარიუმის აპარატი. ბოლო სიტყვა არის სოლარიუმის აპარატურაში, რადგანაც ფეხზე მდგომი იღებს ადამიანი სისხლებს და არა აქვს შეში იმისა, რომ არის დაწოლილი და ხდება ძალიან კარგად გარუჯვა. დაწვის გარეშე ყველა მოყოლია. ძვირადღირებული აპარატურა რეგიონის მოსახლეობისთვის ნამდვილი ფუფუნება. უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე ქალბატონებმა კვალიფიკაცია ლოტუსის სამედიცინო ესთეტიკურ ცენტრში აიმაღლეს. ჩვენ ცენტრში მუშაობენ უმაღლესი სამედიცინო განათლების ექიმები, ესენი არიან ეპილაციის დარგში მარინა გაბედალა, არის ოლგა სკაია და რუსუდან ბაშაკიძე. და გვპირდებით ყველა თქვენგან, ჩვენთან მოსულ სტუმარს, რომ მექნება ძალიან თბილი მიღება და ყველანაირი კოსმეტიკური, ესთეტიკური, სამედიცინო მომსახურეობა. ხდება სახის გაწმენდა, მეზოთერაპია, პლაზმოლიფტინგი, რომელიც იღება საკუთარი სისხლს იღებენ ვენიდან, აცენტრიფუგირებენ, ადგება თავზე პლაზმა და პლაზმა თავისივე პლაზმა შეყავთ ადამიანის ორგანიზმში, განსაკუთრებით სახეზე, ყელის არეში და ხელებზეც შეიძლება გაკეთდეს. არის არაჩვეულებრივი შედეგი, არავითარი რეაქციას არ იწვევს, აგრეთვე ხიალური მჟავით ბიორევიტალიზაცია ხდება, აგრეთვე გვაქვს სამედიცინო მასაჟი, მალე დაემატება პრესოთერაპიაც, ალექსანდრიტის ლაზერით ხდება ეპილაცია, რომელიც ოქროს სტანდარტია მსოფლიოს მასშტაბით. ეს ყველა აპარატურა არის ძალიან ძვირადღირებული, რომელიც მართლა ფუფუნება სამტრედიის რაიონისათვის. შესაძლებელი რამდენად არის? შესაძლებელი იმდენად არის, რომ სხვა მსგავს კომპანიებთან შედარებით განახევრებულია ფასები. რომელთვის თვითონ პაციენტები არიან ძალიან კმაყოფილები. აი გახსნის დღიდან ყავს პაციენტების დიდი რაოდენობა, რომელიც ძალიან უკვე თვითონ კომპანიის ხელმძღვანელობასაც
რადგანაც ამდენი დაინტერესებული ადამიანი შემოვიდა სამტრედიაში, რომ არ ელოდებოდნენ, აი ესე წავიდა მუშაობა. და სახეზეც ჩანს, რომ დღევანდელი ხალხმრავლობა ყველა საინტერესებს. სამტრედია სიახლეებს მოწყურებულია. ასე ფიქრობს სამტრედიის ფილიალის მენეჯერი. ლეილა კანდელაკი სხვა მსგავს კომპანიებთან შედარებით მომხმარებელს განახევრებულ ფასებს თავაზობს, რაზეც პაციენტები გახსნის დღიდან კმაყოფილებას გამოთქვამენ. და დარწმუნებულები არიან, ველნატურის გამო სამტრედიაში ბევრი ლამაზი ქალი და მამაკაცი ივლის. ესე იგი, მოწყურებულია რაღაც სიახლეს ჩვენი რაიონი და მე მგონი ყველაფერი კარგად წავა. და ბევრი ლამაზი ქალი და მამაკაცი ივლის სამტრედიაში. 28 ივლისს სამტრედიაში მეშვიდე ფილიალის გახსნას სამედიცინო ესთეტიკის ცენტრის ბელნატურ ჯორჯიას დირექტორი თია ებრალიძე ესწრებოდა. მან ქალბატონებს მადლობა გადაუხადა ცენტრში სტუმრობისთვის და საერთო სიხარულის გაზიარებისთვის. სამედიცინო ესთეტიკური ცენტრის ბელნატურის დირექტორი. მოგესალმებით ყველას. ძალიან მიხარია რომ ამდენი ხალხი მოვხსენით ჩვენთან და ჩვენ შევეცდებით ყველანაირად რომ გავამართლოთ თქვენი და ყველაფერს გავაკეთებთ ისეთ, როგორც საჭიროა. მადლობა მობრძანებისთვის.